ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებას, გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან ახლდა მნიშვნელოვანი სირთულეები. სამოქალაქო ომმა ტრადიციული საბჭოთა ბაზრის დაშლამ და ჰიპერინფლაციამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის ფაქტობრივი მოშლა. 90-იანი წლების ბოლოდან ქვეყანა ირჩევს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის კურსსა და ეკონომიკის აღორძინების ამბიციას აცხადებს. თუმცა იმდროინდელი ხელისუფლება საკმაოდ არაეფექტური და ნაკლებ უნარიანი აღმოჩნდა ამ ბიზნის შესასრულებლად. 2003 წლის ვარდების რევოლუციას მოჰყვა ხელისუფლების ცვლილება. ახალმა მთავრობამ აიღო ვალდებულება ხელი შეეწყო ეკონომიკის განვითარების, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის წარმატების საფუძვლისათვის. თუმცა ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის საარსებო პირობების სისტემურ და მდგრად გაუმჯობესებაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, რის გამოც ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, შეიძლება დასახელდეს სტაგნაცია სოფლის მეურნეობაში. 2003-2007 წლებში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორს. პირიქით, სოფლის მეურნეობის წარმოება და შესაბამისად მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლიდან წლამდე მცირდებოდა. სიღარიბე განსაკუთრებით მწვავეა სოფლად. ღარიბი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი, 60%-ზე მეტი, სოფლად ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა ძირითადად საკუთარი მეურნეობიდან წარმოებული პროდუქტების მოხმარებით ირჩენს თავს. ასეთი ადამიანების რიცხვი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა 81.6%-ში ადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია, რადგანაც ქვეყანაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები საკმაოდ მცირე მოცულობის აქვს, დაახლოებით 1 ჰექტრამდე. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს და სოფლად ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბების პროცესს, გაერთიანების პროცესს, კოოპერაციის პროცესს საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. შესაბამისად, მოსახლეობა, რომელიც აი ამ მდგომარეობაში ცხოვრობს, მათ ჭირდებათ გარკვეული დახმარება. და ვფიქრობთ, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის სიღარიბის გამომწვევი მთავარი ფაქტორებიდან შესაძლებელია დასახელდეს ქვეყანაში არსებული საერთო ეკონომიკური სიტუაცია. სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის უმეტესობა საკუთარ ნაკვეთებზე მოყვანილი პროდუქციის ირჩენს თავს, რაც იწვევს იმას, რომ სარეალიზაციოდ ნაკლები პროდუქცია რჩება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ძალიან დაბალია. პრობლემები ძალიან ბევრია და მათი ერთიანობა ქმნის ამ სიღარიბის გამომწვევ ერთიან ფაქტორს. ამ პრობლემებიდან რამოდენიმეს დავასახელებდი, მაგალითისათვის მცირე მიწიანობა და ნაკვეთების გეოგრაფიული განლაგება, ასევე დაბალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი პროდუქციის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა, ადგილობრივი გლეხები უმეტეს შემთხვევაში არ ფლობენ ინფორმაციას თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ. აღნიშნული ფაქტორები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის სიღარიბის გამომწვევ ერთიან მექანიზმს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წლების განმავლობაში მუშაობდა მოდელზე, რომელიც მიმართულია სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, რომელთაც აქვთ მცირე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. ამ ნაკვეთებზე პრაქტიკულად შეუძლებელია ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება და განვითარება. როგორც აღნიშნეთ, ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ამ მოსახლეობას უნდა ქონდეს საშუალება, რომ ღირსეულად იცხოვროს. და სწორედ აი ამ პრობლემის დაძლევას მიეძღვნა ჩვენი საქმიანობა 5 წლის განმავლობაში, რომელმაც საკმაოდ სერიოზული შედეგები გამოიღო. რეგიონების წინასწარი შესწავლის, ადგილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების, გამოცდილების, ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიქმნა სიღარიბის დაძლევის მოდელი, რომელიც რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა. ოქსფამმა ამ სოფლის მეურნეობის პროექტის განხორციელება დაიწყო 2007 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად
ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში და საერთოდ როგორც ოქსფამი მუშაობს, საერთოდ მუშაობთ ჩვენ ძირითადად ღარიბ ფენებთან, მოსახლეობის ღარიბ ფენებთან. შევარჩიეთ 150 საწყისად 150 ოჯახი და შემდეგ ეს რაოდენობა რა თქმა უნდა გაიზარდა ნელ-ნელა. საწყის ეტაპზე ორივე რეგიონში ჩამოყალიბდა მეფუტკრეობის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის და მეცხოველეობის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებშიც შევარჩიეთ და გავაწევრიანეთ გლეხები. პროექტის დასაწყისში შერჩეული იქნა სოფლები სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რეგიონში. სოფლებში ჩვენ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ეკონომიკურად გაჭირვებული გლეხები. ჩვენს საიდანაც იქნა შერჩეული ბენეფიციარები პროექტისათვის. იმისათვის რომ მაქსიმალურად ჩაგვერთოთ თვითონ ბენეფიციარები ჩვენ სქემაში, ჩვენ შევთავაზეთ მათ თანამონაწილეობა დაფინანსებაში. თანამშრომლობის პირველ წელს მათ გადაეცათ საწარმოო კაპიტალის 100%. ყოველ მომდევნო წელს გადასაცემ კაპიტალს მთლიანი ღირებულების 25% აკლდებოდა ფერმერების წილობრივი თანამონაწილეობის ხარჯზე. კონკრეტულ მაგალითზე რომ ვთქვათ, კონკრეტულ ბენეფიციარს გადაეცა სათესლე მასალა, კარტოფილის, პესტიციდები, აგროქიმიკატები პირველ წელს და გარდა ამისა ხდებოდა სასწავლო პროცესი, სადაც მათ განემართებოდათ ამ პესტიციდების, აგროქიმიკატების მოხმარება და თანამედროვე ტექნოლოგიებით მათი პროდუქციის წარმოება. ხოლო შემდგომ წლებში დაფინანსება გახდა უკვე თანამონაწილეობის პრინციპით, ანუ შემოვიდა თანამონაწილეობის პრინციპი, ანუ მეორე წელს მოხდა მხოლოდ აგროქიმიკატების და პესტიციდების დაფინანსება, სათესლე მასალა უკვე თავად აწარმოეს ბენეფიციარებმა, ხოლო შემდეგში ნელ-ნელა ასეთი კლებადობის პრინციპით პროექტის ბოლოს მოხდა უკვე თითოეულ ბენეფიციარს შეეძლო საკუთარი მეურნეობა თავად დაეფინანსებინა პროექტის დაფინანსების გარეშე. მებოსტნეობა, სასათბურე მეურნეობა. სამეგრელოში ბენეფიციარებს დაუფინანსდათ საწარმოო კაპიტალის 100%, რაც გულისხმობდა 48 მეტრ კვადრატის სათბურის მოწყობას და ხარისხიანი სათესლე მასალის, საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიწოდებას. საწარმოო საშუალებების გადაცემის პარალელურად მათ უტარდებოდათ ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული სწავლებები სასათბურე ბოსტნეული კულტურების მოყვანის თემატიკაზე. ეს დიდი საჩუქარი იყო ოჯახისთვის და ნამდვილად რო საჭირო იყო. ჩვენი შემოსავალი ნამდვილი არის და აი ეს ახლა ისე დამეხმარა, ყველანაირად დამეხმარა. ჩემთვის ეს პროექტი ძალიან კარგია. ძალიან მომწონს ეს პროექტი და რაც შემიძლია სული და გულით გავაკეთე. მესათბურე 6-მა ბენეფიციარმა, რომლებსაც ჩვენს პროგრამაში მონაწილეობამდე საკუთარი წარმოებიდან არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, პროგრამის დამთავრებისას სასათბურე ბოსტნეულის, კიტრი, პომიდორი, მწვანილები რეალიზაციიდან ჯამურად მიიღეს 27,000 ლარის 16 ტონამდე მოსავალი. მადლობის მეტი არაფერი მეთქვის. მუშაობდა ხელის შეწყობა ძალიან კარგი, ბევრი დახმარება გავიწიეს და მეც ყვაყოფილი ვარ. დაეთყო. ერთი კვირა და თვითონ დაეთყო სიღარიბიდან უნდა გამოვიდეთ. ცოტა. ძალიან ბედნიერი ვარ, რა ვიცი. მეკარტოფილეობა. მეკარტოფილე ბენეფიციარები შევარჩიეთ ხულოს რაიონის 4 სოფელში. მეკარტოფილეობის დარგში არსებული პრობლემები გამოიკვეთა შერჩეული ბენეფიციარების მეურნეობის შესწავლისას. წლების განმავლობაში ეკონომიკურად ხელმოკლე ოჯახებს არ ქონდათ საშუალება იმის, რომ მათი სამიზნე, ანუ ძირითადად იმ კულტურის, რომლითაც იღებენ ისინი ეკონომიკურ შემოსავალს, შეეცვალათ იმ კულტურის სათესლე მასალა. შედეგად ზოგადად ეს ბიოლოგიური წესია ასეთი, რომ ნებისმიერი კულტურის სათესლე მასალა ძველდება, ვირუსდება და იკლებს მისი მოსავლიანობა. აქედან გამომდინარე ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ამ სათესლე მასალის შეცვლა. სწორედ ამ პრობლემების ერთობლივი ზემოქმედების შედეგი იყო კარტოფილის კატასტროფულად დაბალი ხარისხისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მოსავალი. პროექტის ინტერვენციამდე მოსავლიანობა მერყეობდა 1-დან 1,5 ტონამდე.
მეკარტოფილე ბენეფიციარებს მათი ფართობის გარკვეულ მონაკვეთზე 1000 მეტრ კვადრატზე წარმოებისთვის გადაეცათ კარტოფილის ხარისხიანი სარგავი მასალა, საჭირო პესტიციდები, აგროქიმიკატები და სეზონის განმავლობაში უტარდებოდათ პრაქტიკული და თეორიული სწავლება გადაცემული პროდუქციის ოპტიმალური გამოყენების თემატიკაზე. ინტერვენციის შედეგად საშუალო ოჯახის მოსავლიანობის მაჩვენებელი 2.5-3 ტონას გაუტოლდა. ამ პროგრამით ჩვენმა გლეხობამ გარკვეული შეღავათები ნახა. მოხდა ახალი ტექნოლოგიით იქნა კარტოფილების დამუშავება და თესვა, როლა, შემოტანილი იქნა სხვადასხვა ხანქიმიკატები, შემოტანილი იქნა სასუქები. რა თქმა უნდა, ქონდა შედეგი, რომ გვეხმარებოდნენ, გვასწავლდნენ, მისქონდნენ ფოთოლი, ხო იქ ლაბორატორიაში რა თქმა უნდა ამოწმებდნენ და მე იმ შესაბამისად გვაძლევდნენ წამალს. ეს იყო რამ ცინამდვილესება. მე სასუქი მოგცენ. წარმოიდგინე რომ აჭარაში თუ სასუქი არ მიეცი, არაფერი არ მოვა. მეფუტკრეობა. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა 3 ჯგუფი. ერთი აჭარაში, რომელშიც გაერთიანდა ხულოსა და შუახევის რაიონებში მცხოვრები 7 ბენეფიციარი, 2 კი სამეგრელოში, რომლებიც დაკომპლექტდა ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონებში მცხოვრები 20 მეფუტკრე ბენეფიციარისგან. ბენეფიციარებს საწარმოო კაპიტალის სახით გადაეცათ ფუტკრის 3-3 ოჯახი და მეფუტკრეობისთვის საჭირო პროდუქციის სრული კომპლექტი. სკები, ინვენტარის სრული კომპლექტი, ფუტკრის საკვები და სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალებები. გარდა ამისა, მათ დაენიშნათ სპეციალური ტრენერ-კონსულტანტი, რომელიც პერიოდულად ატარებდა როგორც ტრენინგებს, ასევე პრაქტიკულ სწავლა-მეცადინეობებს. ძალიან დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციას. ხელმძღვანელებს ასეთი დახმარება ჩვენ გაგვიწია. ეს აუცილებელი იყო და დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. პროექტის განმავლობაში ბენეფიციარებისთვის გადაცემული ფუტკრის ოჯახის ჯამური რაოდენობა 91 ოჯახიდან გაიზარდა 407-მდე. თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ცალკეულმა ბენეფიციარებმა, რომლებმაც დიდი მონდომებით გამოიყენეს ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, საკუთარ საფუტკრეებში 50-ზე მეტი ოჯახი გამოიყვანეს. მესაქონლეობა. სამეგრელოს რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურა სიმინდია. ის ერთგვარი უნივერსალური კულტურაა, რომლის მოყვანაც ხელსაყრელია როგორც სასურსათო-მიზნებისთვის, ასევე მეცხოველეობის განვითარების მიმართულებითაც. თანამშრომლობის პირველ წელს ბენეფიციარებს გადაეცათ 5000 მეტრ კვადრატის ფართობზე სიმინდის წარმოებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის საწარმოო საშუალებები, თესლი და კომპლექსური მინერალური სასუქები და თვითომეწველი ძროხა. აღწერის შედეგად გაიგო, რომ პროექტის ფარგლებში ნასწავლი წარმოების მეთოდოლოგიისა და გადაცემული სასუქების გამოყენების შედეგად მიიღეს ბენეფიციარ ფერმერთა ფართობის ერთეულზე მოსავლის საშუალოდ 200%-იანი ზრდა. ცალკეულმა ფერმერებმა ძირითადად ვის ნაკვეთებსაც უკეთესი მდებარეობა ჰქონდა, 6-ჯერ მეტი მოსავალიც კი მიიღეს. ეს დახმარება რო არა, ალბათ ვერც მიწას დავამუშავებდი და ვერც რა თქმა უნდა ძროხასაც ვერ შევიძენდი და დიდი მადლობა. აბის არჩან ამ კონდა საშუალება და ვერ გავაკეთე წელს. თქვენ დახმარებით იქნება მოსავალი. თავარია სასუქი გვაქვს და დანარჩენი ჩვენ უნდა მივხვდეთ. სიმინდის მოყვანის პარალელურად მიმდინარეობდა ინტენსიური სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობა ძროხების მოვლა პატრონობისა და კვების საკითხებზე. სიღარიბის დაძლევის შემოთავაზებული სქემის მეშვეობით მესაქონლე ბენეფიციარებმა შეძლეს არა მარტო ოჯახისათვის კვების პრობლემების მოგვარება, არამედ ნამატი პროდუქციის წარმატებულად რეალიზაცია და ოჯახური შემოსავლების გენერირება. ბენეფიციარების ძროხების ჯამური მონაწველი 169,018 ლიტრი რძია. დაგვითესეს თავისი თესლით, აზოტით, ფოსფორით, წლევანდელი ამინდის შედარებით ძალიან კაი სიმინდიც მოგვივიდა. სული მოგვიტყვა რა, ოჯახისთვის მაგარი დახმარება. სიმინდიც გვაქვს, ძროხაც ყავს, საჭმელი არის ოჯახში. რძისა და ხორცის პროდუქტების რეალიზაციით ჯამში მიიღეს 106,970 ლარის შემოსავალი. მებოსტნეობა. ჩამოყალიბდა მებოსტნე ბენეფიციართა 2 ჯგუფი. შერჩეულ ბენეფიციარებს გადაეცათ 2000 მეტრ კვადრატზე პამიდურის წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია, აგროქიმიკატები,
წყალსადგურის მასალა, პესტიციდები, პომიდრის თესლი და სისტემატურად უტარდებოდა ტრენინგები და პრაქტიკული მეცადინეობები პომიდრის ინტეგრირებული მეთოდით გამოყვანის საკითხებზე. გვასწავლეს ნერგის გამოყვანა. ნერგზე ვიმუშავეთ, ნერგი გამოვიყვანეთ ძალიან ესე იგი წამლები, სათბურები, შესაწამლი აპარატები, ეგენი მოგვიტანეს. თანდათან ესე იგი თანდათან დაგვაფინანსეს მეორე წელში უკვე სასუქები, წამლები კიდევ და აგრონომი თავისთავად აგრონომიკიდან მოდიოდა ჩვენთან ყოველ თვეში 2 ხელ, 3 ხელ დაჟე რომ გაგვიჭირდებოდა, გაფუჭდებოდა. გვიხსნიდა ესე იგი, შეგვეწამლა როგორ მიგვექცია ყურადღება ამა თუ იმ ნაყოფს, გინ პამიდორზე, გინ კიცზე, გინ წიწაკაზე და სხვადასხვა კულტურებზე. დღეს წარმოიდგინე შენ იმ დროისათვის ჩვენ თუ ამ დაკვეცემე თუ მომყავდა 1 ტონა კიტრი, დღეს მე 5 წელია ესე 5 წელია ჩვენთან და დღეს 5 ტონას ველოდები მე გითხარე. მოდიან და დღესაც მეკითხებიან, რომ ეს ან ბაზარში მხდებიან, ათესავიან, როგორ მოხყავს და ეს ყველაფერი ხო ამათი ნასწავლი, მათ კეთებეცი, აბა მე რა ვიცი. მებოსტნე ბენეფიციარების პომიდრის წარმოებიდან მიღებული ეკონომიკური შემოსავალი პროექტის განმავლობაში გაიზარდა საშუალოდ 100-150%. მაგათ დახმარებით მე ახლა ამ ნაკვეთზე უკვე შემოსავალიც გაიზარდა. იმ დროისაც ვინ სტუმარს შეიძლება ვერ დუძახებდი, მაგრამ ჭად და ლობიოს ვაჭმევდი. ახლა შეიძლება ცოტა რაღაცა მაქვს და მოვიმატე. აი ამათი დახმარება. ბენეფიციარებს უტარდებოდათ პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. მეცადინეობის პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაცია და რჩევა. მოდელი შედგება 3 რგოლისგან: ფერმერები, ეკოკლუბი და სპეციალისტი. ფერმერი, ინფორმაციის მიმღები, ეკოკლუბი, ინფორმაციის გამტარი და სპეციალისტი, ინფორმაციის გამცემი. ეკოკლუბების მეშვეობით ხდებოდა სოფლებში გლეხებისათვის საინტერესო შეკითხვების გამოგზავნა სპეციალისტებთან და ასევე დაზიანების სიმპტომების სხვადასხვა მავნებელი დაავადებებთან მოქმედების შედეგად არსებული დაზიანების სიმპტომების სურათების სახით გამოგზავნა სპეციალისტთან და შემდეგ ეკოკლუბების მეშვეობითვე შეკითხვის ავტორებს უბრუნდებოდათ პასუხები. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მოგვაწოდა კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც ჩართული იყო ინტერნეტში, ასევე მოგვცა ციფრული ფოტოაპარატი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები იღებდნენ დაავადებულ მცენარეებს. შემდეგ ამას ვაგზავნიდით სპეციალისტებთან, ძირითადად ბატონ ანდრო ხეთერელთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც შემდეგ უკვე გვაძლევდნენ პროფესიონალურ რჩევას, თუ რომელი საშუალებით უნდა მომხდარიყო მოვლა მისი შეწამლა, რითი უნდა გაკეთებულიყო. პროექტში ჩართული იყო დაახლოებით 15-მდე მოსწავლე. მივდიოდით კონკრეტულ ადგილას, მოსახლეობასთან, რომელსაც გაფუჭებული ჰქონდა თქვათ მცენარე ან რაღაც, უღებდით სურათებს, შემდეგ ამ სურათებს ვაგზავნიდით Skype-ით, ინფორმაციას მთლიანად ვაწვდიდით, რა იყო გაფუჭებული, რომელი მცენარე იყო. ისინი გვიგზავნიდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გამოსწორებულიყო ეს ვითარება. ასეთი სახის მოდელის მოქმედების შედეგად მოხდა ის, რომ სოფლებს, სამიზნე სოფლებს გაეწიათ საკონსულტაციო მომსახურეობა. მსგავსი მოდელმა უნდა ითქვას, რომ გაამართლა სამიზნე სოფლებში. გარდა საკონსულტაციო მომსახურეობისა, მოხდა ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობის სფეროში. გამოყენებული მოდელი, რამაც რეალურად გააუმჯობესა გლეხების ეკონომიკური მდგომარეობა და საინტერესო იქნება სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად. მაღალი ხარისხის საწარმოო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და წარმოების შესახებ ცოდნის გადაცემა და გამოცდილების გაზიარება, კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება, თანამონაწილეობის მკაცრად განსაზღვრული წესი. პროექტის განხორციელებამ მოიტანა საკმაოდ სერიოზული შედეგები. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ დაახლოებით 300-400%-ით გაეზარდა ჩვენ ბენეფიციარებს არა მარტო მოსავალი, არამედ შემოსავლებიც.
რამაც საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა იქონია მათ ცხოვრებაზე. როდესაც დავიწყეთ პროექტი, კონტექსტი იყო სხვა და კონტექსტი დღეს არის სხვა და რას გულისხმობ კონკრეტულად არის ის, რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომობა ახალ და ხარისხიან თესტზე. მაშინ შეუძლებელი იყო. ეხლა, როდესაც ვეკითხებით გლეხებს, ისინი ამბობენ, რომ აი ხელვაჩაოში არის ცენტრი, ფერმერთა ცენტრი, სადაც შესაძლებელია, რომ თესლი ვიშოოთ და მართალია ძვირი ღირს, მაგრამ შეგვიძლია ვიშოოთ თესლი. ასევე საუბრობენ შხამქიმიკატებზე, რომლებიც შეუძლებელი იყო ადრე რომ შეეძინათ და ჩვენი დახმარება იყო ამ პერიოდში საჭირო. ეხლა ძალიან ესე იგი შედარებით გამარტივებულია. ფასი მაშინაც და დღესაც პრობლემატური იყო, მაგრამ ის რომ ადამიანებმა გაიღრმავეს ცოდნა და იციან დღეს რა როდის, რა ტიპის თესლი, რა ტიპის შხამქიმიკატი არის საჭირო იმისათვის, რომ მიიღონ ხარისხიანი და უხვი მოსავალი, მათ შეუძლიათ ამ რისკის აღება, რომ დღეს ჯობია რომ ჩაიდოს ინვესტირება ხარისხიან, ვთქვათ, პროდუქციაში, იმისათვის, რომ მერე მიიღონ უხვი შედეგი. ბუნებრივია, რომ ინტერვენცია 150 ოჯახში ეს არ იძლევა საერთო სურათს, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა მოდელი. შექმნილიყო მოდელი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვა რეგიონებში, სხვა სოფლებში, სხვა ბენეფიციარებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც დონორებს, ასევე ხელისუფლებას ვთავაზობთ ამ მოდელს, რომლის გამოყენებაც საშუალებას მისცემს, კიდევ ერთხელ უსვამთ ხაზს, არაფერმერული მეურნეობების განვითარებას, არამედ აი ამ პროცესის დასრულებამდე სოფლად მცხოვრები ადამიანების ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნას. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ფლობს საჭირო ადმინისტრაციულ რესურსებს სოფლებში, რაც მისთვის მნიშვნელოვნად აიაფებს მოცემული მოდელების ფუნქციონირებას. It's really exciting because there's opportunity here. You know, the rain comes out of the sky and it falls on the ground. I mean, in a lot of countries that doesn't happen. So already, Georgia is ahead already. So the physical resources arrive here. And there's a farmer here and he's grown up and we have helped him make these incremental steps up. We've helped him with variety, with pesticides, with a small bit of marketing and so on. And he comes up to this level where he is today. And and this looks ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევცვალეთ მენტალობა სოფლად. ადამიანები ძალიან ხშირად პესიმისტურად არიან განწყობილები, ისინი ჯერ კიდევ არიან საბჭოთა პერიოდის გავლენის ქვეშ და მათ აქვთ განცდა, რომ ვიღაცამ უნდა უპატრონოთ. და აი ზუსტად ამ მიმართულებით შეიცვალა ძალიან ბევრი რაღაცა. ამ მცირე ინტერვენციით ჩვენ გარკვეულწილად პროვოცირება გავუკეთეთ ადამიანებს იმისათვის, რომ ისინი უფრო აქტიურები გახდნენ, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს და თვითონ გახდნენ საკუთარი თავის პატრონი, თვითონ გახდნენ პროაქტიურები, თვითონ ეძებონ გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი არიან.